ოცნების რეჟიმის სასამართლოში შეზღუდვებს სულ უფრო ამკაცრებს. მას შემდეგ, რაც მედიას ფოტო და ვიდეო გადაღება აუკრძალა, ახლა სასამართლოში ტელეფონების შეტანაც იკრძალება. მაგრამ ჟურნალისტები არ არიან ამ შეზღუდვის ერთადერთი სამიზნე. სასამართლო პროცესებზე ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ტელეფონების ჩამორთმევა გათვალისწინებულია ადვოკატებისთვისაც. მედიის მიერ გაახმაურებული საქმეების გაშუქება, მათ შორის ცრუ მოწმე პოლიციელებისა თუ დაუსაბუთებელი მტკიცებულებების გადაღება, რომ რეჟიმისთვის პრობლემაა, ეს დიდი ხანია ცნობილი გახდა, მაგრამ როგორ შეასრულებენ საკუთარ მოვალეობას ადვოკატები ამ ახალი შეზღუდვების პირობებში და რა რეაგირებას აპირებენ ისინი? ნანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ დრაკონულ რეგულაციებს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ეს სივრცე სასამართლოს საზოგადოებისთვის რაც შეიძლება მეტად დახშული და ჩაკეტილი იყოს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განმარტა. ამ რეგულაციების თანახმად არ დაიშვება არც ერთი გამონაკლისი, არც პროკურორებთან, არც ადვოკატებთან, არც ჟურნალისტებთან, არც დამსწრე მიმართებით. შესაბამისად, დიდი ალბათობით არც ერთ ამ პირს არ ექნება შესაძლებლობა, რომ ელექტრონული მოწყობილობები შეიტანოს სასამართლოზე. სწორედ ასეთი იყო გუშინ დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტება რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან. ელექტრონულ მოწყობილობაში იგულისხმება ტელეფონი, იგულისხმება ლეპტოპი და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც პოტენციურად არის შესაძლებელი ფოტოს გადაღება, ვიდეოს გადაღება და ლაივ ტრანსლაცია. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი გამოეხმაურა მალევე დიმიტრი გვრიტიშვილის ამ განცხადებას. მან თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ცვლილებები, ეს სიახლეები არ შეეხება უშუალოდ ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ელექტრონული მოწყობილობები შეიტანონ სასამართლოში და დაუშვებელია დავით ასათიანის თქმით ის, რომ იურისტებს არ ჰქონდეთ მსგავსი შესაძლებლობების განხორციელების უფლება, რადგან ეს პირდაპირ ზღუდავს მათ საქმიანობას. ასეთია ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის პოზიცია. პრინციპში ზუსტად იმავენაირია ადვოკატების პოზიციები, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან ამ დრაკონულ კანონებს და რა თქმა უნდა არ აპირებენ მათ აღსრულებას. 2025 წლის 2 ივლისის ცვლილება, რითაც აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ვერც ერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი. ის ელექტრონული მოწყობილობები, მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი, რომელსაც ადვოკატები სასამართლო დარბაზებში ვიყენებთ, წარმოადგენს ჩვენს საქმიანობის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადვოკატს ისინი ვიდეო გადაღების თუ კლიპების დასამონტაჟებლად გამოეყენებინოს. მიუხედავად დღეს გაკეთებული კონკრეტული განცხადებისა, პრაქტიკაში დღემდე არ ყოფილა და როგორც ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კვლავ იქნა დადასტურებული, ადვოკატებისთვის არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა. მიმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტებისათვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ვიცავთ ადამიანებს, რომლებიც ან საქართველოშიც არ არიან, ან ადგილზე არ არიან და მასთან კომუნიკაციაც კი გვესაჭიროება სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად რაღაც ინფორმაციის კანონის მოძიება იმ მომენტში შეიძლება გჭირდებოდეს. ადამიანთან დაკონტაქტება იქნება ეს იგივე კოლეგა, იქნება ის ადამიანი, ვისაც იცავ თუ ასე შემდეგ, ყოველთვის საჭიროა ხოლმე და ეს ცხადია ადვოკატებს გაურთულებს საქმიანობას, გაურთულებს პროცესზე წარმომადგენლობას და მთავარი მაინც აქ არის ის, რომ ეს სირთულეები არ იქნება რაღაცა ლეგიტიმური მიზნის გამო, არამედ იმის გამო, რომ მათ არ სურთ ეს ინფორმაცია პროცესებთან დაკავშირებით, თავიანთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გავიდეს გარეთ და ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის. როდესაც სასამართლო პროცესზე ვიმყოფებით, მათ შორის ლეპტოპის, მათ შორის მობილური ტელეფონის, ინტერნეტის საშუალებით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ეფექტურად ვაწარმოოთ კონკრეტული საქმე და ვისარგებლოთ და განვახორციელოთ ადვოკატის უფლებამოსილება ჯეროვნად. ამ შეზღუდვების ფონზე ბუნებრივია ჩვენ ადვოკატებს გვერთმევა და გვეშლება ხელი საქმიანობაში და ადვოკატის უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებაში. ამ უკანონო არალეგიტიმურ შეზღუდვებს ადვოკატები არ დაემორჩილებიან.
ამ დრაკონული რეგულაციების სამიზნეები, რა თქმა უნდა, არიან ჟურნალისტებიც, ხელისუფლების მხრიდან. ჟურნალისტები ისედაც ბევრი შეზღუდვის პირობებში მუშაობენ, მოყოლებული ივლისის თვიდან რეპორტიორებს, რომლებიც გამუდმებით აშუქებენ საზოგადოებისთვის საინტერესო მნიშვნელოვან რეზონანსულ სასამართლოს ხდომებს, მათ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, ფოტო-ვიდეო გადაღებისა თუ ლაივ ტრანსლაციისთვის უკვე ისედაც აკრძალული აქვს, სხვათა შორის სწორედ ჟურნალისტებმა ივარაუდეს ის, რომ დიდი ალბათობით ეს პატარა სათავსოები, რომლებიც დაამონტაჟეს 7 ნოემბერს სასამართლო ტერიტორიაზე, დიდი ალბათობით ეს იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რომ იქ ჩაეკეტათ ტელეფონები, ჩაეკეტათ ლეპტოპები, რომელთა გამოყენებაც ჟურნალისტები ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესია მათი საქმის ოპერატიულად განხორციელებისთვის. ტელეფონები და ელექტრონული მოწყობილობები მას შემდეგ, რაც კამერები გამოაძევეს ხდომათა დარბაზებიდან, დარჩა ჩვენთვის ერთადერთი საკომუნიკაციო წყარო და ერთადერთი საშუალება, რომ ოპერატიულად გავავრცელოთ ინფორმაცია და დავიცვათ ახალი ამბების ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. ახლა, როდესაც ჟურნალისტებს ტელეფონების გარეშე შეგვიშვებენ ხდომათა დარბაზებში, რა თქმა უნდა, დრამატულად გაუარესდება ჩვენი სამუშაო გარემო, იმიტომ რომ შესაძლოა ერთი გამოშვების დაგვიანებით მოგვიწიოს ამბის მოყოლა მაყურებლისთვის და ვერ შევძლოთ დროულად ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება. ჩვენ მოვისმინეთ დიმიტრი გრუტიშვილის განცხადება და განმარტება იმ შეკითხვებზე, რაც ჟურნალისტებს ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტები არ წარმოადგენენ გამონაკლის და მაშინ, როდესაც ისინი დაიწყებენ კანონის აღსრულებას მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტებსაც მოსთხოვენ, რომ დატოვონ მობილური ტელეფონი იმ შესანახ კარადებში, რომელიც უკვე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში არის დამონტაჟებული. ადვოკატ ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება 7 ნოემბერს, მაშინ, როდესაც ჟურნალისტებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ დიდი ალბათობით სასამართლოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ეს პატარა სათავსოები სინამდვილეში გამოყენებული იქნებოდა იმისთვის, რომ იქ ჩაეკეტათ მანდატურებს ჟურნალისტების, ადვოკატების ელექტრონული მოწყობილობები. მაშინ ადვოკატთა ასოციაცია ირწმუნებოდა, რომ სინამდვილეში ეს არ შეეხებოდა ადვოკატებს და არ შეზღუდებოდათ ადვოკატებს მათი საქმიანობა ამ მხრივ. ახლაც იმავეს ამბობს დავით ასათიანი, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ადვოკატებს ეს რეგულაციები არ შეეხება, თუმცა თავად იურისტები ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით პროკურორებს არა, მაგრამ შესაძლოა სწორედ ადვოკატებს შეეხოს ეს შეზღუდვები და მათ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება უბრალოდ ვერ შეძლონ სასამართლოს ხდომებზე.